გადაცემის ამ ბლოკში გიყვებით ჰეშბანკისა და ვიზას სტრატეგიულ კოლაბორაციაზე ფინანსურ სექტორში. პროექტი მიზნად Modern Money Relations დამკვიდრებას ისახავს და მისი მთავარი ფილოსოფია ტრადიციული საბანკო ბიუროკრატიისა და სტრესის ჩანაცვლება არის ციფრული ეკოსისტემით, სადაც მომხმარებელი თავად ხდება საკუთარი ფინანსური თავისუფლების მმართველი. დეტალებზე სტუმრებთან ერთად ვაგრძელებთ საუბარს და ამისთვის სტუდიაში შემოგვერთდნენ გოგა ჩანატირი, ჰეშბანკის გენერალური დირექტორი არის საქმიანი დილას ეთერში და ასევე დიანა კიღურაძეს მასპინძლობთ ვიზას რეგიონული მენეჯერი კავკასიაში და მოლდოვაში. დილამშვიდობის. დილამშვიდობის და მადლობა მობრძანებისთვის. მადლობა მოწვევისთვის. დიანა ყოველთვის მიხარია თქვენი მასპინძლობა. გოგა ბედნიერი იყოს თქვენი ფეხი ამ სტუდიაში. უღრმესი მადლობა. იმედია ხშირად გიხილავთ. ვეცდებით აუცილებლად. დავიწყოთ. საუბარი მინდა გავხსნათ ვიდრე ვიზასთან პარტნიორობაზე ვისაუბრებთ. გოგა, ჰეშბანკის ფილოსოფია გავაცნოთ საქმიან მაყურებლებს. რას გულისხმობს ეს ფინანსური თავისუფლება და როგორ ცვლის ის შემდეგ უკვე ტრადიციულ დამოკიდებულებას ბანკთან? მოგახსენებთ ჰეშბანკის ფილოსოფია იდეა რაც მოვიდა და რაზეც ავაკეთ ეს ყველაფერი ჩვენი დარკვირვებიდან გამოწვეული იყო, იმიტომ რომ თქვენს ყველას კარგად მოეხსენება, რომ დღეს უკვე მომხმარებელი ფინანსურ სერვისებში მოითხოვს არა მხოლოდ პირობითად ბარათი, ანგარიშის გახსნა, გადარიცხვა, ანუ დღეს უფრო მეტი არის მოთხოვნები, სადაც აქცენტი არის გაკეთებული სისწრაფეზე, სიმარტივეზე, უსაფრთხოებაზე, ასევე ფინანსურ თავისუფლებაზე და ფინანსების მართვაზე ნებისმიერი წერტილიდან, ნებისმიერ დროს. ზუსტად ამაზე აეგო ჰეშბანკის ფილოსოფია, ანუ ნებისმიერი პროდუქტი ან ნებისმიერი სერვისი ან ფინანსური სერვისი, რომელსაც ჩვენ ვაკეთებთ, მომხმარებლის, ესე ვთქვათ, ინტერესებიდან და მათი კომფორტიდან გამომდინარე იგება ნებისმიერი, ანუ ტრადიციული საბანკო სერვისებიც კი გადავასხვაფერეთ, ვეცადეთ რომ შეგვეტანა შიგნით ინოვაციები და ასე შეგვეთავაზებინა ჩვენი მომხმარებლისთვის. ანუ ჩვენ ვამბობთ რომ ვართ თანამედროვე ბანკი, თანამედროვე ცხოვრებისთვის, რომელიც ხელს უწყობს თანამედროვე მომხმარებლებს ის სირთულეები, რომელიც დაკავშირებულია ბიუროკრატიულ პროცესებთან, გაწეული საოპერაციო პროცესებთან და ასე შემდეგ, მაქსიმალურად კომფორტული გავხადოთ მომხმარებლისთვის და შევთავაზოთ ასეთი სერვისები. რა თქმა უნდა, როცა საქმე ფინანსურ სერვისებს ეხება, აქ სანდოობა და უსაფრთხოება იჩენს თავს და ზუსტად აქ პარტნიორების არჩევაშიც პირველი ინტერვიუა დღეს ჰეშბანკის, ესე რომ ვთქვათ, დებიუტი არის და აქვე ვიტყვი, რომ დღე პირველიდან იდეიდან მოყოლებული ვიზა საერთაშორისო გიგანტი, ესე ვთქვათ, მთელი ციფრული გადახდების ეკოსისტემის ჩვენ გვერდით არის, ჩვენ ვართ სტრატეგიული პარტნიორები და მხარდაჭერას უწევს ამ პროექტს, ყველა ინიციატივას და ასე ვაგრძელებთ. ყველაფერი დანარჩენისთვის არის ვიზა. დიანა, ამ შემთხვევაში როგორ დამეხმარება მაგალითად მე ერთ მომხმარებელს, რომელსაც მინდა რომ საკუთარი ფინანსური თავისუფლების მმართველი გავხდე, ვიზა, რომელიც კოლაბორაციით არის უკვე ჰეშბანკთან ერთად. კი ბატონო, პირველ რიგში მინდა რომ რაღაცნაირად გლობალურად შევხედოთ რეგიონში როგორი ტრენდებია დღეს. რეგიონში სამ ძირითად მიმართულებას ხედავთ, როგორც გოგა ახსენა. პირველი არის ციფრული ბანკინგი და მომხმარებლის უფრო მზარდი მოთხოვნილება, რომ ყველა ის სერვისი მიიღოს დისტანციურად და ეს არის მნიშვნელოვანი ტენდენცია. მეორე ტენდენცია არის მზარდი ინტერესი ციფრული ვალუტების და ციფრული აქტივების მიმართ და ამ შემთხვევაში ეს კოლაბორაცია ამ ორ მიმართულებასაც აერთიანებს და მესამე ზოგადად საქართველოს და რეგიონის მზაობა და სიმწიფე ინოვაციებისადმი, ხო, რასაც ჩვენ მუდმივად ვამბობთ, არაერთხელ გვითქვამს, როგორი აქტიური არის ჩვენი რეგიონი მაგ მიმართულებით და ჩვენი თანამშრომლობა სწორად აი ამ სამი მთავარი ტენდენციის გარშემო შეიქმნა, ასე ვთქვათ, ცენტრში ვართ, სადაც პირველ რიგში ეს მომხმარებელი მიიღებს ყველა იმ მომსახურებას ციფრულად, ჩვენ გვაქვს უკვე შეთავაზებაში ჩვენი ციფრული ბარათი, რაც ავტომატურად მომხმარებელს დააკავშირებს უკვე მთელ მსოფლიოსთან და ჩვენ გლობალურ ქსელთან, რომელშიც ძალიან ბევრი პარტნიორი, კლიენტი, მერჩანტი არის ჩართული და რომელიც ცდომას გაძლევს მიიღო ისეთი მომსახურება, რომელიც უკვე არა მხოლოდ ადგილობრივი, არამედ უკვე გლობალურია. მეორე ნაწილი არის კრიპტო კეშბექი, თუნდაც რომელიც ინოვაციურია და
ძალიან კარგი და პოპულარობით სარგებლობს საქართველოში და მომხმარებლის ინტერესი ამ მიმართულების მიმართაც იზრდება. ზოგადად ციფრული აქტივები აღარ არის ნიშური მიმართულება, რაც რამდენიმე წლის წინ იყო და ვხედავთ, რომ უფრო და უფრო მეტი პროდუქტები ჩნდება ამ მიმართულებაში, უფრო მეტი ინტერესი არის მომხმარებლის მიმართ და შესაბამისად, აქ ერთი რომ ციფრულ ბარათს თავაზობთ მომხმარებელს, მეორე ასევე დავნერგეთ შესაძლებლობა რა თქმა უნდა გადახდები არის შესაძლებელი და დავნერგეთ Apple Pay და Google Pay-ს გადახდების შესაძლებლობა და მომხმარებელს თავაზობთ და მაგის გარდა Visa Direct, რაც ჩვენი გადარიცხვების შესაძლებლობა არის და მომხმარებელს უკვე აქვს შესაძლებლობა ანგარიშებიდან განახორციელოს ფულის მოძრაობა. შესაბამისად ძალიან საინტერესო თანამშრომლობა გამოგვივიდა და აქვე ძალიან დიდი მადლობა მინდა უთხრა Hedge Bank-ს ნდობისთვის, იმიტომ რომ ნამდვილად დღე პირველიდან მათთან ერთად მოვდივართ იმისთვის, რომ ესეთი საინტერესო ინოვაციური მომსახურება შევთავაზოთ მომხმარებელს. ჩემგან მადლიერება Hedge Bank-ს, რომ ეს დებიუტი სატელევიზიო ამ ეთერში შედგა და გილოცავთ ეს დებიუტი ნამდვილად შედგა. გოგა, ესეთი კითხვა თქვენ შესავალში ბრძანებდით ერთის მხრივ ტრადიციული და მეორეს მხრივ ინოვაციური მიმართულებების დამკვიდრებაზე ფილოსოფია, რომელიც აი ამ პილარებზე, რაზეც დიანა კიღურაძე საუბრობდა, არის რეალურად უკვე აგებული თუნდაც გლობალურ სურათში, რაც მან ახსენა. მაინტერესებს როგორ ხდება ყველა აი ამ შესაძლებლობების თავმოყრა და შემდეგ უკვე აღსრულება რეალურ სივრცეში ბანკის გუნდიდან გამომდინარე. მადლობა, საინტერესო შეკითხვა არის. რთული გამოწვევა იყო საბანკო სივრცეში ამ ყველაფრის ერთად შერწყმა, იმიტომ რომ ჩვენ გადავწყვეტეთ და მიზნად დავისახეთ ვიზასთან ერთად, რომ რა თქმა უნდა დღეს უკვე სიახლე აღარავისთვის ალბათ საქართველოში არ არის, რომ ციფრული აქტივები, ესეც არის ჩვეულებრივი ყოველდღიური ეკონომიკის ნაწილი და ეს არ არის რაღაც მომავლის ტექნოლოგია, ეს უკვე ადგილზე არის, ამიტომ ჩვენ გავაერთიანეთ ერთ პლატფორმაში როგორც ტრადიციული ფინანსური სერვისები, ასევე ციფრული აქტივები, ასევე ეს ყველაფერი დაფუძნებულია თანამედროვე ტექნოლოგიაზე და შევძელით შეგვექმნა ისეთი პროდუქტები, როგორც უკვე ახსენა დიანამ, ეს არის უნიკალური საშუალება შევქმნით გადახდის სისტემა, ფაქტიურად კონცეფცია შევცვალეთ ლოიალობის სისტემის ახალი შევთავაზეთ, რომელიც უნიკალური არის ქართული ბაზრისთვის, თუ აქამდე არსებობდა ბონუსგულები და კეშბექები, ჩვენ შევქმნით ჰეშბექი, რომელმაც სხვა კონცეფცია შემოიტანა, ანუ ხარჯი ვაქციეთ ინვესტიციად, გრძელვადიან ინვესტიციად და მომხმარებლებს უკვე საშუალება აქვს ყოველგვარი ზედმეტი ფიქრის, სირთულეების გადალახვის გარეშე შეძლოს აწარმოოს უბრალოდ გადახდები ამ ბარათით და პარალელურად აკეთოს ინვესტიციები კრიპტოაქტივში, რომელიც ვატყობთ და უკვე ფაქტით არის დადასტურებული, რომ საშუალოვადიან და გრძელვადიან პერიოდში მზარდი და საკმაოდ მზარდი ერთ-ერთი ძირითადი აქტივი არის, ციფრული აქტივები არის. როგორ ახერხებს ვიზა? სულ ბანკზე კითხო და ვერასდროს ვერ მოვასწარი დიანო თქვენთვის დამესვა, რომ ნებისმიერი ასეთი ინოვაცია შორის რაზეც გოგა ჩანადირი საუბრობს, ვიზამ ერთის მხრივ გახადოს ხელმისაწვდომი და პრაქტიკული და მეორეს მხრივ ის მუდმივად შეესაბამებოდეს გლობალურ სტანდარტებს. ანუ რა არის მან ჩადებული, როგორ ახერხებთ ამას ყველაფერს? ალბათ იქიდან დავიწყებთ, რომ ის ფაქტი, რომ ვართ გლობალური ციფრული ლიდერი, ციფრული ტექნოლოგიების გვაძლევს და გვანიჭებს უდიდეს პასუხისმგებლობას. ეს პასუხისმგებლობა აუცილებლად ამის ფუნდამენტში არის უსაფრთხოება. პირველ რიგში და რამდენიმე კვლევაც გვაქვს ჩატარებული, როდესაც ლოგო ჩნდება ვიზასი რომელიმე სავაჭრო ობიექტზე, ავტომატურად ამ სავაჭრო ობიექტისთვის მიმართ იზრდება ნდობა. და ჩვენც ბუნებრივია ამ ხალხ პასუხისმგებლობას ძალიან დიდი სერიოზულობით ვეპყრობით და ნდობა და უსაფრთხოება არის სწორედ ის, რაზეც დგას ამ კომპანიის პირველ რიგში ამ კომპანიის, ასე ვთქვათ, მისია შეიძლება ითქვას, ხო? ავტომატურად რომ ერთის მხრივ ძალიან დიდი ინვესტიციები ხორციელდება უშუალოდ ეკოსისტემაში და ტექნოლოგიაში, იმისთვის რომ შევძლოთ და ყველამ ვიცით, ხო, რომ მსოფლიოს განვითარებასთან ერთად ვითარდება ფროდების მაჩვენებელიც და შესაბამისად ამას აუცილებლად უნდა გავუსწროთ წინ და დავეწიოთ იმისთვის, რომ შევძლოთ პრევენცია იმ თაღლითური ოპერაციების, რომელიც პოტენციურად შესაძლებელია, რომ
სისტემაში განხორციელდეს. ამიტომ უდიდეს ინვესტიციას ვახორციელებთ. ბოლო 5 წლის განმავლობაში დაახლოებით 13 მილიარდი დოლარის ინვესტიცია განხორციელდა უშუალოდ ეკოსისტემაში და იმ ფროდის გადაწყვეტილებებში, რისკ გადაწყვეტილებებში, რომლებსაც ვთავაზობთ ჩვენ კლიენტებს. ავტომატურად დაახლოებით ერთდროულად ჩვენი ერთ-ერთი ფროდის თული, რომელსაც Visa Advanced Authorization ქვია, მაგალითისთვის დაახლოებით 400 სხვადასხვა პარამეტრს აანალიზებს რეალურ დროში, იმისთვის რომ გამოავლინოს და მიანიჭოს შესაბამისი ქულები ტრანზაქციას და მიაწოდოს ჩვენს პარტნიორ ბანკს ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, არის თუ არა ეს პოტენციური ფროდი. შესწა ბოლო 2023 წელს დაახლოებით 40 მილიარდი ფროდის პრევენცია შევძელით, რაც ბუნებრივია ერთის მხრივ ინვესტიცია არის და მეორეს მხრივ უკვე შედეგებში ასახული ის რეალობა, რაც დღეს გვაქვს. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ პირველ რიგში Visa-ს ბრენდი სანდოობით ახერხებს იმას, რომ როგორც კი ის ერთიანდება ლოკალურ მოთამაშესთან და გარდა იმისა, რომ აძლევს მომხმარებელს წვდომას უშუალოდ მსოფლიოსთან, ამასთან ერთად კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ეს სისტემა დაცულია და მომხმარებელს შეუძლია რომ ენდოს. მადლობა. გოგა, მინდა რომ უფრო მეტი მოვუყვეთ მაყურებელს ჰეშბექზე, რომელიც თვეზე მეტი არის უკვე რაც ჩაშვებული არის ჩვენ გვქონდა BMG-ზე პირველი სიუჟეტი, როგორ შეგიძლია შენი ნებისმიერი ფინანსური აქტივობა, აქციო, ინვესტიციად და აქციოთან კრიპტოთ. როგორი არის გამოხმაურება მომხმარებლების მხრიდან? გამოხმაურება მოლოდინებს გადააჭარბა, შემიძლია ვთქვა. სწორად ახსენეთ, რომ ჩვენ მარკეტინგული შეთავაზება და აქტივობა აზრისთვის დავიწყეთ დაახლოებით თვე ნახევარი იქნება უკვე გასული. ამ პერიოდში მოვახერხეთ, რომ 20,000 გახსნილი ანგარიში გვაქვს და 20,000-ზე მეტი ბარათი გვაქვს დარიგებული. აქტივობა საკმაოდ მაღალი არის, ინტერესი მაღალი არის ამ პროდუქტთან მიმართებაში. ანუ ყოველ გადახდილ თანხაზე მომხმარებელი ნებისმიერ გადახდილ თანხაზე მომხმარებელი იბრუნებს 2%-ს ბიტკოინის სახით საკუთარ ანგარიშზე, რითიც აკეთებს ინვესტიციას. ეს ბიტკოინი მას შეუძლია დატოვოს როგორც ინვესტიცია და დაელოდოს, როდის გაიზრდება მისი ფასი, რაც ხშირად მალე იზრდება ხოლმე. ან მყისიერად გამოიყენოს და გასინჯოს. ეს არის პირველი, ესე ვთქვათ, ინსტრუმენტი, სადაც იმ მომხმარებელს, ვისაც არ ქონია შეხება კრიპტოაქტივებთან, მათთვის არის საუკეთესო ინსტრუმენტი, რომ გასინჯონ, გამოცადონ რა არის კრიპტოაქტივი და გარდა ფინანსისტებისა, გარდა ტექნოლოგიით დაკავებული ხალხისა, ვფიქრობ, რომ დრო მოვიდა უკვე სხვა ადამიანებმაც შეძლონ ინვესტიციების კეთება და ზუსტად ამის საშუალებას იძლევა ჩვენი Visa ბარათი და Visa-ს ჰეშბექი. სამომავლო გეგმები როგორი არის Visa-ს და ჰეშბანკის პარტნიორობიდან გამომდინარე იმ გლობალურ ფინანსურ ეკოსისტემაში, რომელშიც ჩაერთო უკვე თქვენი კოლაბორაცია? მოგახსენებთ სამომავლო გეგმებთან, ანუ ჩვენ აქამდე ვისაუბრეთ საცალო და რიტეილზე, ჩვენ ასევე უკვე შევთავაზეთ ბაზარს იურიდიული პირების მომსახურება და კორპორატიული კლიენტების მომსახურება, რომელიც ახლა დავიწყეთ და განვითარების ეტაპზე ვართ. სულ მალე ალბათ რაღაც კვირების პერიოდში ჩვენ შევთავაზებთ ძალიან საინტერესო კონცეფციას ბიზნეს ბარათების, რომელიც ხელს შეუწყობს ადგილობრივ ბიზნესებს, რომ საერთაშორისო გადახდები აწარმოონ უფრო მოქნილად, უფრო სწრაფად და უფრო კომფორტულად, ასევე უფრო მეტი, ასე ვთქვათ, წვდომადობა ქონდეთ საერთაშორისო ბაზრისთვის, იმიტომ რომ Visa გვაძლევს თავისი ტექნოლოგიებით ამის საშუალებას. ეს რაც შეგვიძლია და ამ მიმართულებით ძალიან ბევრი კიდე სხვა, ან ჩვენ Visa-ს არ უყურებთ როგორც მხოლოდ ბარათს, გადახდის ინსტრუმენტს, ანუ Visa არის ინფრასტრუქტურა, რომელიც ფინანსური და ციფრული სერვისებით ჩვენი მომხმარებლისთვის ზუსტად ის არის, რომელიც ჩვენ თანხმედრაში მოდის ჩვენ ტექნოლოგიურ სიახლეებთან. თან გათვალისწინებით ბოლო წლებში ვითარებისა, რაც ფინანსურ ბაზრებზე ხდება, Visa-სთან ერთად ეს ტრანზაქციები სუპერ კონკურენტული იქნება ეს პროდუქტი. იქნება ხო რამდენიმე კვირაში? რამდენიმე კვირაში ბაზარი იხილავს ბიზნეს ბარათს. მე ვიტყვი იმას, რომ ბუნებრივია ჩვენ ვაგრძელებთ ინოვაციებზე მუშაობას და იმაზე ზრუნავს, რომ საქართველოს იყოს პირველი რეგიონი და პირველი ქვეყანა, სადაც ჩვენი გლობალური ინოვაციები ჩამოგვაქვს, ჩვენი რეგიონის
ფარგლებში და ესეთი მოთამაშეები და ესეთი თანამშრომლ პარტნიორები გვაძლევს შესაძლებლობას, რომ ძალიან მოქნილად შევთავაზოთ და სწრაფად შევთავაზოთ მომხმარებელს ჩვენი ინოვაციები. ამიტომ გავაგრძელებთ ამის განხორციელებას და დარწმუნებული ვარ, რომ ჰეშბანკთან ერთადაც ძალიან ბევრ ახალ ინოვაციურ პროდუქტს შევქმნით და იქნებიან პირველები ბაზარზე, ვინც ამ ინოვაციას შესთავაზებს მომხმარებელს. წარმატებები. მადლობა დიდი. დიდი მადლობა. მადლობა მობრძანებისთვის. გოგო ჩანადირი, ჰეშბანკის გენერალური დირექტორი, დიანა კიღურაძე, ვიზას რეგიონალური მენეჯერი კავკასიაში და მოლდოვაში. მადლობა მათ მობრძანებისთვის.